საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. თქვენთან მოვედი ეხლა საჯარო გაშლით და კარტია მომივარდა და მე რა გავაკეთო, თქვენი სულმეითი, თქვენი სულიერი მეგობარი. ამასთან დაკავშირებით მოდით ეხლა გავაკეთოთ დიდ სიყვარულზე, ამ თემაზე საჯარო გაშლა. როგორც ხედავთ, ეს ყველაზე სასურველი თემაა ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ეხლა გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით საჯარო გაშლას. სიღრმისეული სიყვარული, გრძნობები, ემოციები, არ ვიცი რა ვთქვა, ნახეთ რა ლამაზი კარტია და მოდი ეხლა დავიწყოთ. თუ ვინ ხართ თქვენ, თქვენი ენერგიებით რას გვეტყვის კარტი, როგორი ადამიანები მიყურებენ მე, დაასხედით, მოეწყეთ, განეწყოთ და დავიწყებ ეხლა თქვენგან. ეხლა გადართული ხართ ჩემო ძვირფასებო თქვენს მიღწევებზე, თქვენს სურვილებზე, ძალიან გადართული ხართ მატერიალურზე, სიახლეები გაქვთ დაწყებული, ახალი ცხოვრება, ახალი მონდომებით, ტრიუმფით, წარმატებებით, დიდი გრძნობებით შეუდექით თქვენს ფინანსებს და ამისთვის იბრძვით. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ ეხლა მე თქვენ. ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ბევრი უძილობა და დანაკარგები. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებენ მე, სიყვარულით სავსე, ემოციით სავსე, გრძნობებით სავსე, მოლოდინით, სამართლიანები, ძალიან სამართლიანები ხართ და ადამიანები, რომლებიც ეხლა იმყოფებიან ტრანსფორმაციაში, თუმცა მშვიდად გაწონასწორებულები უყურებთ ამ ყველაფერს თქვენს ცხოვრებას და მიყვებით ამ ცხოვრების დინებას. ძალიანაც კარგი. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არას თქმა და ადამიანებმა, რომლებმაც ესე ხმლების პოზიციით დაამთავრეს ყველაფერი წარსული და შვიდად არიან ახლა. ჩემო ძვირფასებო, თქვენ გადიხართ ტრანსფორმაციას და ამ ტრანსფორმაციის პერიოდში ყველაფერს კვეთავთ, თუ კი რაც არ გემსახურებათ უკვე ცხოვრებისეულად და მიდიხართ წარმატებისკენ, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას და თქვენს ენერგიებს გავაგრძელოთ ყურება. მე კი შეგახსენებთ იმას, რომ ჩემო ძვირფასებო, რაც მოვა თქვენამდე მოვა, რაც არა და გაუშვით, ასე რომ არ ინერვიულოთ. ჩემი ლამაზი მზედა მთვარე, რომელიც შევიძინე გუში, ჩემო ძვირფასებო, როგორი ლამაზია, ეს უკვე იქნება ჩვენი სილამაზის და სიყვარულის მომტანი. სითბოს სიყვარულის, ხვავის და ბარაქის მომტანი დაიყოფილიყოს თქვენთვის. ეხლა დავიწყოთ ჩვენი სასურველი თემა. სულიერი მეგობარი, სიღრმისეული სიყვარული, გრძნობები, მოკლედ რო იტყვიან და ვნახოთ ამასთან დაკავშირებით, რასაც გვეტყვის კარტი, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, გადართული ხართ საკუთარი წარმატებისკენ, სულიერ და ფინანსურ ამაღლებაზე, ჩემო ძვირფასებო, აქვეა კიდევ ეს კარტიც, ქურუმი ადამიანების კარტი, ადამიანები, რომლებმაც გადალახეს თავისი, რო იტყვიან და რთული პერიოდი, ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ, გადაცურეთ, რო იტყვიან, გადალახეთ მიჯაჭვულობაც, არაჯანსაღი ურთიერთობა, არაჯანსაღი სიტუაცია და ეხლა ხართ, მოდი ასე ვიტყოდი, სულელის არკანში, მომიტევეთ ეს კარტი ამ შემთხვევაში არის ძალიან კარგი, რომ ამ ყველაფერს უკვე გულგრილად უყურებთ, თქვენ გავლილ ცხოვრებას და წინ იხედებით განოლებული თავიდან, სუფთა ფურცლიდან გინდათ ყველაფრის დაწყება. ძალიანაც კარგი. სადამდე მიყავხართ ამ სიტუაციას, ეხლა რაშიც ხართ, სადამდე მიდიხართ. წერტილის დასმა, დაპაუზებული და იქ რაშიც დასვი წერტილი, ის რაშიც იყავით ჩამოკიდებულ, დაპაუზებულ სიტუაციაში, ჩემო ძვირფასებო, გადაერთეთ მატერიალურ და სულიერ ნეტარებაზე რო იტყვიან და ამ ყველაფრიდან გაემგზავრეთ ყველაფერი ცუდიდან, დატოვეთ ყველაფერი ცუდი და ამ ყველაფერმა მოგიტანათ ძალა. აგერ კიდევ თქვენ ძალა მოგცათ იმან, რომ ყველაფერი ცუდი დატოვეთ უკან და დააბალანსეთ თქვენი ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო. კარგით, ეხლა რას გვეტყვის? ამ კარტზე რას გვეტყვის? რას ნიშნავს ეს კარტი? დიდი სიყვარული, დიდი გრძნობები, ვინ შემოდის და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? რას მოგიტანთ?
დაისვენებთ პირველ რიგში დაისვენებთ სამკუთხედებიდან, გამოდიხართ გამოუვალი სიტუაციიდან და ლაბირინთიდან და გამოდიხართ უმოძრაო მდგომარეობიდან. თუ კი ვინმე მეგობრებო, თუ კი ეს ყოველ შემთხვევაში მაინც უნდა გავაჟღერო, თუ კი რომელიმე არის ესეთ უმოძრაო მდგომარეობაში, ეს არის ციხე, ეს არის მაგია, ეს არის ჩაკეტილობა, გამოდიხართ ამ ჩაკეტილობიდან და გადადიხართ ფინანსებზე. მოკლედ მთავრდება თქვენი ტრანსფორმაციები და თქვენი სამკუთხედები, რაშიც იყავით ადამიანიდან შესული, ადამიანის გამო შესული სამკუთხედებში, ჩემო ძვირფასებო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიყურებთ, ეხლა მამაკაცი თუ ქალბატონი, თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ თქვენი ბედის ბორბალი დაგეტრიალებინათ და ეს ყველაფერი მოგეყვანათ ბალანსში, საკუთარი ცხოვრება მოგეყვანათ ბალანსში, რომ მიაწყნაროთ ეს ყველაფერი, გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოხვიდეთ და გადაერთეთ ამიტომ თქვენს ფინანსებზე და თქვენს წარმატებაზე, თქვენს მიღწევებზე. მოკლედ ამ ყველაფერზე ძალიან იმუშავეთ საკუთარ თავთან და სტაბილურობისკენ მიდიხართ, ჩემო ძვირფასებო. მე მინდა მაინც შევეხო სიყვარულის თემას, რადგანაც აქ არის ეს ჩემი ლამაზი კარტი. და სავარაუდოდ ეს ყველაფერი არის იქით მისული, რომ იქითკენ მიდის, რომ მიდიხართ საკუთარი თავის სიყვარულამდე. თქვენ ხართ საკუთარი თავის მაგები, თქვენ ხართ თქვენი ოჯახის ბატონ-პატრონები, თუ კი თქვენ ეხლა იმყოფებით მარტო და არ გყავთ არავინ და ელოდებით ადამიანს. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელიც იქნება ოქროს ხელება და ადამიანი, რომელიც იქნება კარგი გაგებით მანიპულატორი. ანუ ამ ადამიანმა იცის სად, როგორ და რანაირად უნდა მოიქცეს. კიდევ, რომელიც მიგიყვანთ ოჯახამდე. ეს თქვენთვის ეხლა გაუგებარია, თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ, ზოგადად არ იცით თქვენი ცხოვრების მომავალი და ეს არის სამართლიანობის კარტი. ანუ ეს არის თქვენი ჯილდო, რომელიც დაიმსახურეთ სამყაროდან. ძალიანაც კარგი მივესალმები. კიდევ რას გვეტყვით? მოდის ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ დახმარებას, გვერდში დგომას, ფინანსურად, მორალურად, მატერიალურად და გამოგიყვანთ გულგატეხილობის და დანაკარგების პოზიციიდან. ამ სიტუაციიდან გამოდიხართ და გადადიხართ ნიშნობის, სილამაზის, ჰარმონიის, რწმენის და პატივისცემის სრულყოფილების მდგომარეობაში გადადიხართ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იქორწინებთ, ეს იქნება ურთიერთობა, სადაც იქნებით აღიარებულები. ეს იქნება სიყვარულით სავსე დიდი გრძნობები, ადამიანი, რომელიც გრძნობებით მოდის თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, ესე მინდა რომ გაჩვენოთ ეს კარტები. და ადამიანი, რომელიც მიგიყვანთ ოჯახამდე, ეს არის ხვავის და ბარაქის, აყვავების, ოჯახის დაცულობის, ოჯახური პრობლემების მოგვარების და მატერიალური სიმდიდრის. ასე რომ აქეთკენ მივდივართ, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რას გვეტყვის კარტი? კიდევ საით მივდივართ? სტაბილურობისკენ მიდიხართ, ეს ადამიანი იქნება თქვენს ცხოვრებაში სტაბილური და იმ ტყუილებიდან გამოგიყვანთ, რაშიც იყავით აქამდე. ანუ ეს იქნება ძალიან წარმატებული და იმედის მომცემი ურთიერთობა, სადაც გამოდიხართ გამარჯვებულები. ბატონო, მოდის თუ მოსულია უკვე ეს ადამიანი თქვენთან, ეს არის მოულოდნელი საჩუქარი უფლიდან თქვენთვის. კიდევ რას გვეტყვის კარტი? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ეს ყველაფერი არ იცით და თქვენთვის უცხოა, თუმცა თქვენ ამ ყველაფერს შეიძლება ემალებით კიდევაც, ან გაურბიხართ კიდევაც ამ ურთიერთობას, ან ეს ადამიანი უკვე არის თქვენთან შემოსული და თქვენ არ გჯერავთ, ან ვერ წარმოგიდგენიათ თქვენთვის ეს ახალია. ეს ახალია და თქვენ გონიათ, რომ მოტყუებულები დარჩებით, მაგრამ ასე არ არის. თქვენ იცნობთ უკვე ასეთ ადამიანს, საბედნიეროდ თუ არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით, ესეთი ადამიანი უკვე არსებობს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც უკვე გითვალთვალებთ, ჩემო მეგობრებო, და უახლოეს დროში ელოდეთ მისგან შეტყობინებას. ელოდეთ იმის თქმას და აღიარებას, რომ თქვენ ამ ადამიანს ძალიან მოწონხართ, ძალიან გიყურებთ, შორიდან გითვალთვალებთ და გაიგებთ იმას და შეიტყობთ თუ რაოდენ ძვირფასი ხართ მისთვის და მოკლედ რაოდენ დიდი გრძნობები გააჩნია ამ ადამიანს, ჩემო ძვირფასებო, და ეს არის თქვენთვის მოულოდნელი. მე კი მოულოდნელად გელოდებით კომენტარებში და მშვიდობიანი ღამე ყველას.